გაერთიანდა აქ ითხოვენ როგორც ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ასევე სხვა 52 პოლიტპატიმრის თავისუფლებასაც და მოკლედ საპროტესტო ბანერებით ხელში ახლოს თბილისის ქუჩებში სწორედ ჩვენი კოლეგებიც დგანან და უერთდებიან საერთო საყოველთაო მოთხოვნებს და მოწოდებებს, რაც მნიშვნელოვანია, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ძალიან მალე გაიგზავნება როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ მედია ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკურ ლიდერებს ევროპასა და ამერიკაში და ამ დოკუმენტით ქართულ ჟურნალისტებს სურთ იმის თქმა, რომ გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი რეალურად მისი თავისუფლება ეწირება სწორედ მისი მედია ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკას და აქ არაფერ შუაშია ის მუხლი, რომელიც რეჟიმმა გამოიგონა და ახლა მრავალი წლით პატიმრობით ემუქრებიან თავისუფალი მედია მენეჯერს. რაც საგულისხმო, ასევე უკვე 13 დღეა რაც მზია ამაღლობელი ციხეშია, ის საკანში შიმშილობს, ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ მუხლის მიმართ, იმ წაყენებული ბრალის მიმართ, რომლითაც რეჟიმი ცდილობს, რომ ის მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვას, ის იღებს მხოლოდ წყალს. დღეს აქ გამოვიდნენ მისი კოლეგები, ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა მედია საშუალებებიდან, ფაქტობრივად ყველა, თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტულ სახელმწიფო ტელეარხებს თუ გამოცემებს, თანხდება იმაზე, რომ მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი პოლიტპატიმარი ქვეყანაში და რომ მისი თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, რადგან თუ რეჟიმმა დღეს ერთი ჟურნალისტით დაიწყო რეპრესიების მოწყობა მედიისთვის, ხვალ შეიძლება ამას უარესი გაგრძელება ქონდეს, ზუსტად ისეთი, როგორიც ეს თავის დროზე იყო რუსეთში. აქ გამოსული ადამიანები მზია ამაღლობელს უთვლიან, რომ როგორც მან დააბარა და მოუწოდა ციხის საქმიდან ქართულ ჟურნალისტებს და პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებს, ბრძოლა გაგრძელდება და ეს ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი, 53 პოლიტპატიმარი არ იქნება თავისუფალი და რაც მთავარია, არ შესრულდება ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნები ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ჩვენი კოლეგების განცხადებები, რომლის გაკეთებაც მათ დაიწყეს ეთიკის ქარტიის ოფისთან, შემდეგ უკვე მსვლელობით გადაინაცვლეს ახალ თეატრთან და ახლა უკვე საერთო მარშს შეუერთდნენ თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვიქნებით გარეთ იქამდე, ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი. ჩვენ გვინდა ჩვენ საერთაშორისო კოლეგებს გავაგებინოთ ამბავი თუ რა უსამართლო რეჟიმის მსხვერპლია მზია. ხელმოწერებით ძალიან თითქმის ყველა საქართველოში მოქმედ რამდენიმე პროპაგანდისტული მედიის გარდა ყველა ჟურნალისტი აწერს ხელს. ეს გაიგზავნება საერთაშორისო მედიებში, საერთაშორისო მედია ორგანიზაციებში, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებში, პოლიტიკური მაღალთანამდებობის პირებთან, სახელმწიფო მოხელეებთან. ყველასთან, ვისაც გვინდა რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ამ რეჟიმის ძალადობრივი ბუნების შესახებ. ის მზად არის, რომ იბრძოლოს ბოლომდე და როგორც თვითონ ამბობს, არის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი და ეს არის თავისუფლება. ამიტომ ჩვენც ახლა ზუსტად ამ მოტივაციით ვდგავართ აქ, რომ კი ჩვენი თავისუფლება, მედიის და თითოეული ადამიანის თავისუფლება, რეჟიმის ყველა პატიმრის თავისუფლება არის დღეს ყველაზე ღირებული და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქალი ჟურნალისტის სინდისის პატიმარი არის ციხეში და რაღაცაით გვეიმედება, რომ ტელემედიის სახით, რომელიც ასე თუ ისე ხელმისაწვდომია ხოლმე საპატიმროში, მასთან მივა ჩვენი ხმა. ჩვენ გვინდა რომ ის გაუფრთხილდეს სიცოცხლეს, რომელიც ძვირფასია მთელი ქვეყნისთვის და ასევე გვინდა რომ მოსახლეობას გავაგებინოთ რამხელა უსამართლობასთან აქვს საქმე და ამიტომ ვაკეთებთ ამას. ყველა არის უსამართლო, სასამართლოს და უსამართლო პროკურატურის მსხვერპლი და დაუყოვნებლი უნდა გათავისუფლდნენ. მზია მე-13 დღეა უკვე შიმშილობს, მისი ეს გადაწყვეტილება არის მტკიცე, ის ასე აცხადებს პროტესტს და უცხადებს პროტესტის უსამართლობას, რომლის მსხვერპლიც გახდა ის ბათუმში პოლიციის უფროსის მხრიდან. სავარაუდოა, რომ ახლა სინდისის პატიმრები ციხის საკნიდან ადევნებენ თვალს თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში გამართულ საპროტესტო და მათ მხარდამჭერ მარშებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ აქ არის სხვადასხვა შინაარსის ბანერები გაშლილი, მათ შორის კინო, როგორც ტერორის წინააღმდეგ ერთიანდება, ასევე ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც ამ 58 დღიანი საპროტესტო მსვლელობების თუ საპროტესტო აქციების ფონზე იყო პირველი, ვინც იდგა რუსთაველის გამზირზე და ბუნებრივია დღევანდელ
დღევანდელი ამ მარშის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ამ პროტესტის დაწყების პირველი დღის მოთხოვნა იყო. ბუნებრივია, ალბათ გვიყურებს მზია ამაღლობელიც, რომელსაც კოლეგები უთვლიან, რომ ისინი არ შეწყვეტენ ბრძოლას, არა მხოლოდ მზია ამაღლობელის, არამედ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებამდე და ვიდრე ერთი ასეთი ადამიანი მაინც უსამართლოს იხდის სასჯელს ციხეში, ეს მოთხოვნები, რომელიც ხალხს აქვს, იქნება შეუსრულებელი და სწორედ ამიტომ ვიდრე ბოლო პოლიტპატიმარი არ დატოვებს ციხეს, მოქალაქეები ამბობენ და ჩვენი კოლეგებიც ბუნებრივია, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება.